ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეების დავალება შეტევის, თავდაცვის და უკან გამოსვლის ოპერაციების შესრულება იყო. ორფოლოს სასროლედზე ცოტა ხნის წინ დახურვის ცერემონია გაიმართა, მას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. იქ არის ქეთი ლაცაბიძეც და ახლა ქრონიკის ეთერში ისაუბრებს. მრავალეროვნულ სწავლებაში 6 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა საქართველოს, ამერიკის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, ლატვიის ჯარისკაცებმა ერთობლივად შეასრულეს კონკრეტული ამოცანა. ამ სწავლებაში მონაწილეობდა ავიაცია, ასევე ჩართული იყო артиლერია და ჯავშან ტრანსპორტიორები. Agile Spirit-ის დახურვით ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, ასევე მოწვეული სტუმრები. მათი განცხადებით დღევანდელი სწავლება შესრულდა უმაღლეს დონეზე. მე მინდა მივმართოთ ჩვენ თანამებრძოლებს, რომ ის რომ მათი ჰიმნი ისმის დღეს საქართველოს მიწაზე, ეს არის ჩვენი მეგობრობის, ჩვენი თანამებრძოლობის შედეგი. თქვენი ჰიმნი ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან. იცავდნენ თავგამოვდებით და 21 საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირე რიცხოვანი ერი. ყველაზე მეტად შთაბეჭდავი იყო ის მეგობრული სური, რომელსაც ჩვენ ხედავდით ბრძოლის ველზე. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოებისთვის ვზრუნავთ. ჩვენ გვინდა რომ იყოს მსოფლიო ისეთი სისტემის, სადაც წესებზე დაყრდნობილი იქნება ურთიერთობა, კანონის უზენაესობაზე იქნება დამყარებული ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, ქვეყნებს შორის და სადაც თავისუფლება და სამართლიანობა იზეიმებს. დღეს მე ვნახე პროფესიულ თვალსაზრისით ძალიან კარგად და ერთი ამოსუთქვით ჩატარებული ოპერაცია. იყო სიზუსტეც, იყო სისწრაფეც, იყო ტემპიც, იყო სწორი დაგეგმარებაც და რა თქმა უნდა სინქრონიზირება, რაც ასე რთული არის მრავალეროვნულ დანაყოფებისთვის. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit-ი საქართველოში უკვე მე-6-ე ტარდება. დღევანდელი ღონისძიება 6-ვე ქვეყნის ეროვნული ჰიმნით დასრულდა.